გამარჯობათ, მოკლედ ყავს Toyota Estima. Z-ციკლებს შეცვლიდან შეცვლამდე მინიმუმ 2 litrს. ეხა ვაპირებ, რომ გავარკვიო. ძირითადად ორი მიზეზი შეიძლება იყოს, ან კლაპნის სალნიკები, ან კალცოები პორშინებზე. ნაყიდი მაქვს ენდოსკოპი. ეხა შევაერთებ, ჩავყოფ და ვნახოთ თუ დავადგენთ რისი ბრალია. პირველ რიგში მოხსნათ ჰაერის ფილტრი. მოკლედ ჰაერის ფილტრი მოხსენით, ეს ჩიბუხები ჩავხსენი და ეხა ამოვიღოთ, მივყვეთ სათითაოდ. მოდი ჩავიხედოთ ჯერ პირველ ცილინდრში. აი ეს პირველი ცილინდრია და ხედავთ ალბათ Z-ის კვალს. ეს სავარაუდოდ კალცოების ბრალი უნდა იყოს რა. პორშინი ამოწეულია და კარგად ვერ ვატყობ, ანუ ვერ ვხედავ კამერით, მაგრამ როგორც ჩანს Z-ის კვალი აშკარაა რა. ეს უკვე მეორე ცილინდრია. ნახოთ აბა. ეს ჩაყოფა ისე მარტივი არ არის. აი აქაც ეტყობა. ატყობთ ალბათ სადაც მარჯვენა ქვედა კუთხეში. აქაც Z-ის კვალია. სამწუხაროდ კლაპნებს ვერ უყურებ ქვემოდან, იმიტომ რომ სარკიანად ეს კამერის თავი არ ჩადის რა. აი შემდეგაც ვნახოთ აბა. ეს მესამე ცილინდრია, მონტაჟის დროს უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ აქ მე მგონი
ჯერჯერობით ვერ ვატყობ. არ ჩანს კარგად, იმიტომ რომ პორშინი ძალიან ამოწეულია. მაგრამ პრინციპში პირველ ორში რაც ვნახეთ, ეგეც საკმარისია რა. აქაც კი ეტყობა მე მგონი ოდნავ მარცხენა მხარეს თუ ატყობთ. ეს უნდა იყოს ბოლო. მოკლედ ამ ბოლო ორში ვერ შევამჩნიე რა. მაგრამ პირველ ორში აშკარა იყო. მოკლედ ავაწყე და როგორც შეატყვეთ სავარაუდოდ კალცოების ბრალი უნდა იყოს რა. კარგად ვერ დავინახე, მაგრამ ეგრე ჩანს. და ძალიან ძვირი ჩდება.